უფროს ბიჭს ქვია ალეკო 16 წლისი არის. მე მყავს 11 წლის კატა. მე მყავს ლიზი 7 წლის. მე 4 წლის დათო. მე მყავს ტყუპები წლის ნახევრისებიანი 2 წლის ხდებიან 27 ივლისს. იმათ ქვია გიორგი და ანი. შემდეგ ლუკა და ნინი. 8 შვილის დედა თამუნა ბიძინაშვილი თბილისში ოროთახიან ხის ფიცრულში ცხოვრობს. 2 თვის ლუკა და ნინი სამშობიაროდან რამდენიმე დღის წინ გამოიყვანეს. ტყუპები 7 თვის დაიბადნენ და ოჯახს მათი მოვლის პირობები არ ჰქონდა. თამუნამ ბავშვების სახლში მოსაყვანად სისხლი ჩააბარა და აღებული 30 ლარით 2 დღის საკვები უყიდა. გამიმართლა რომ მივედი პირველიო და მეორესვე არიბარე. არა, პირველს და მესამესვე არიბარებენო, ბევრი გვაქვს და მეოთხე გვჭირდებაო სასწრაფოდ და რო იტყვიან საათზე მეტი მოუნდა რომ ლიჟბი ამოეღოს ის მე ვთხარი არსად არ წავმით ან მაინც სუდა მეგლიჯეთ უგინავენები. საჭმელი არა მაქვს საიდან გამოვიყვან ბავშვები. და მე ნუჟდანია იყოს თორე არც შეიძლებოდა. ჰემოგლობინის დაბალი მაგცა. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თამუნას მეუღლე პეტრე იყო, რომელიც ავტოავარიაში მოყვა და ომუშევარი დარჩა. ბიძინაშვილების შემოსავალი 100 ლარიან სოციალურად დაუცველობის დახმარებასთან ერთად ჯართის შეგროვებით გამომუშავებული ფულია. საცხოვრებელი ფართის არარსებობის გამო ფიცრულში თამუნასთან და მის მეუღლესთან ერთად მხოლოდ 5 შვილი ცხოვრობს. ერთი მყავს დედასთან და 2 მყავს ჩვენბავშვთა სახლმა გადასცა დროებით ემაში. მე ვთხარი ეს 900 ლარი თქვენ შვილებო იმათ რომ არ გადავხადო ვიღაცა ოჯახს არ მინდა ის 900 ლარი ნახევარი მომეც 500 ლარი მომეც 400 ლარი მომეც და მე გავსდი ხო ჩემ შვილებს. ბიძინაშვილების ოჯახს ფიცრულში არც ელექტროენერგია და არც წყალი აქვთ. მათი ოჯახი უფასო სასადილოდან წამოღებული საკვებით იკვებება.